იუდა და მოციქულებიც აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, რომ ცარიელი რჩებიან. ეხა ის 30 ვერცხლიც რა იყო არაფერი, ხო, იუდასთვის. და არამ გადაარჩინა მოციქულები. იუდა ვერ გადარჩა, იმიტომ რომ გაყიდა. მოციქულებს არ გაუყიდია. უბრალოდ დაეჭვდნენ რა მოხდა, ანუ გაუგებარი ხდება. მაგრამ არიან დადუმებულები, ამას ვეძახი მე სიბნელეს. ჩვენ სიბნელეზე ხო გქონდა საუბარი. აი პეტრე აღმოჩნდა სიბნელეში. მე ვარ სხვათაშორის ახლა ესეთ სიბნელეში ამ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ აი რა ისეთ ბურუსში ვარ. რა ხდება და რა მოხდება, ნუ საერთოდ ბურუსია გაურკვეველი. და ისეთ სიბნელეში მოხდა, რომ ვერ გებულობს, არადა იცის რა სასწაულებს აკეთებდა. და მოსე რო ავიდა, მოსეს ეუბნება ამოდიო ჩემთანო სინას მთაზეო და ზრქელ ღრუბელში გეჩვენები, ზრქელ ღრუბელი, ანუ სხვადასხვანაირად წერია. სიბნელეში შევიდა, უკუნში შევიდა მოსე და იქ ნახა ღმერთი. და აი ეს მოციქულებიც ხო უკუნში არიან და სანამ ამ უკუნში არიან მაშინ იხილავენ აღდგომილს. ისინი ამ სიბნელიდან გამოსულები არ არიან, ჯვარცმიდან ის 3 დღე თუ 2 დღე ნახევარი სიბნელეში არიან, ჩაკეტილები არიან ოთახში. საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები, გაუგებრობაში არიან და მაგრამ იმათ ხარეს არ მიდიან, პირიქით იმათი ეშინიათ და ქრისტეს არ ღალატობენ, მაგრამ სიბნელეში არიან. და რატო არ უღალატეს? იმიტომ რომ უყვარდათ. და ეს სიყვარული საჩანს, აი დედები მიდიან მკვდარ მოძღვართან, რომელთანაც მისვლა საშიშროების მეც არაფერს არ აძლევს. მაგრამ ისე უყვართ მკვდარიც, რომელსაც არაფერი არ დაუტოვებია. არავითარი ძალაუფლება არ დაუტოვებია. არავითარი ქონება არ დაუტოვებია, არავითარი თანამდებობა არ დაუტოვებია. პირიქით, დაუტოვა შიში, დევნა, შევიწროება, ოთახში ჩაკეტილები არის. მაგრამ უყვართ. გესმით? აი ეს არის ჯვარცმის ყველაზე დიდი მოცემულობა.